ადგილებს და საუკეთესო ღვინოებს, რაც კი ჩვენ გვაქვს საქართველოში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მწერალთა სახლის რეაბილიტაციის რამდენიმე ეტაპიან პროექტზე დაიწყო მუშაობა. აღნიშნული სამუშაოების კოორდინაციას კულტურის სამინისტრო ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად უზრუნველყოფს. რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით მწერალთა სახლს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ მოდიშარიაც ეწვია. სოლოლაკში ცნობილი ქართველი მეწარმისა და მეცენატის დავით სარაჯიშვილის საცხოვრებელი სახლი მე-20 საუკუნის დასაწყისში აიგო. მოდერნიზმის სტილში გადაწყვეტილი შენობა ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია. დავით სარაჯიშვილის სურვილი იყო, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ სახლი ქალაქის თვითმმართველობისათვის გადაეცათ, სადაც სამხატვრო გალერეას ან ხელოვნების მუზეუმს მოაწყობდნენ. 1921 წლის 28 თებერვლის დადგენილებით ეს უნიკალური შენობა ქართველ მწერლებსა და ხელოვანებს გადაეცათ. მოგვიანებით ამ შენობაში მწერალთა კავშირიც განთავსდა. თბილისის